გამარჯობა. ეს არის ჩვენი ის მდგომარეობა, სადაც ჩვენ შევწყვიტეთ წინა ლექცია და ახლა მოდი გავაგრძელოთ აქედან. ამჯერად ჩვენი მიზანი იქნება, მე გაჩვენებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მონაცემთა ბაზას, სადაც ესეთი ტასკები გვაქვს შენახული, არც ერთი ტასკი არ არის completed, ანუ შესრულებული. და ჩვენი მიზანი დღეს იქნება, რომ მომხმარებელს ვაჩვენოთ აი ეს ტასკები, რომელიც დავუშვათ მას აქვს შესასრულებელი. და ეს ყველაფერი ვაჩვენოთ, რა თქმა უნდა, სპეციალური HTML ფაილის შექმნით, ხო? საიტზე ვაჩვენოთ ეს ყველაფერი. ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენ? პირველ რიგში გაჩვენებთ, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს საიტი გავუშვათ, ხა ამ სტუდიაში ოღონდ ვერაფერს ვერ ვნახავთ, ნახეთ, აი აქ. გააქტიურეთ ეს კოდი, არ გქონდეთ დაკომენტარებული და ეს დააკომენტარეთ. და აი ამ რანში უბრალოდ ჩაწერეთ localhost. აი ესეთი რაღაცა. ნუ ამ წუთას ამ კოდს რო გავუშვებთ, აი ესეთი ლინკი მოგვეცემა, localhost ლინკი. და მანდ რო გადახვალთ, აი ესეთი რაღაცა იქნება. ხო, Django და მეტი არაფერი. ანუ ჩვენი ვებსაიტი რაღაცა აზრით უკვე მუშაობს, მაგრამ ცხადია რომ ჩვენ ეს არ გვინდა რომ დაინახოს მომხმარებელმა, ჩვენი მიზანია რომ მომხმარებელს ვაჩვენოთ აი ეს მონაცემთა ბაზიდან წამოღებული ინფორმაციები რაღაცა სიის სახით. ხო, რაც მან უნდა შეასრულოს იმ დღეს. კარგი. აი ეს ვებსაიტი ხა შეგიძლიათ რომ გათიშოთ, აი ტერმინალში შეგიძლიათ დააჭეროთ Ctrl+C და გამოხვალთ აქედან. ეხლა მოდი გავაკეთოთ ჩვენ ეს HTML ფაილი, რომელსაც ვანახებთ მომხმარებელს. ამისთვის აი ამ დირექტორიაში შევქმნათ ესეთი ფოლდერი templates. შემდეგ templates ფოლდერში უნდა შევქმნათ ჩვენ home, ну, რასაც გვინდა იმას დავარქმევთ, home HTML-ს, აი ამ HTML ფაილს, მაგრამ აუცილებლად ამას თვითონ ამ ფოლდერს დაარქვით templates ფოლდერი. იმიტომ რომ Django აუცილებლად templates ფოლდერში დაუწყებს ცეფნას ჩვენს HTML ფაილებს. ეს არის წინასწარ გაწერილი, ასე ვთქვათ, და ესე შეგვიძლია სხვანაირად შეგვიძლია მე Django-ს ვუთხრათ, რომ აი templates ფოლდერში კი არ მოძებნო ჩემი HTML ფაილები, არამედ აი რაღაცა აი ამას ვარქმევ მე ხა ჩემ ფოლდერს და იქ მოძებნე. ამის გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ default-ად Django იქცება ასე. შევქმნით templates folders და მე home.html-ს. ეხლა აქ შეიძლება ბევრი ის კონტექსტ, ხო, მაგალითად თუ ჩვენ საიტს აქვს, მაგალითად login page, ხო? login HTML, შეიძლება აქვე კონდეს პირობითად register HTML და ასე შემდეგ, ხო, სხვა HTML. ჯერჯერობით უბრალოდ გვექნება თავარი გვერდი, ანუ ეს home HTML და ამაზე ვიმუშაოთ. კარგი, მოდი დავიწყოთ ამ HTML ფაილის შექმნა. დავწერ მე სახელის ნიშანს ამ ჩვენს ფაილში და ვაჭერ კლავიატურაზე tabs და როგორც კი ამას ვიზამთ, ვიცით რომ ესეთი მზა, ეგრეთ წოდებული boilerplate კოდი გამოგვიჩნდება და ჩვენ უბრალოდ ვიმუშავებთ აი ამ body tag-ში. ანუ ცოტას არ ავხსნი ხა იმ დეტალებს თუ აქ თითოეული მათგანი რას ნიშნავს, ჩვენ დავწერთ კოდს body tag-ში. ეს გვაინტერესებს მარტო. ეხლა რა გვინდა რომ მომხმარებელმა დაინახოს? ნახეთ, მე მინდა რომ მომხმარებელმა დაინახოს აი ესეთი რაღაცა. my tasks. აი ეს. მოდი ვნახოთ ჩვენი HTML ფაილი, მიდით ამასთან, დააჭერეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, reveal in file explorer და გახსენით ეს HTML ფაილი და აი ასეთი გვერდი გამოჩნდება, ხო? my tasks. მშვენიერი. და ეხლა ამის ქვეშ მე მინდა რომ იყოს ჩამოწერილი ტასკები. ოღონდ აუცილებლად მონაცემთა ბაზიდან წამოღებული ტასკები. კარგი. ეხლა ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? ნახეთ, ჩვენ უნდა შევქმნათ ფუნქცია და მე ამ ფუნქციას დავარქმევ მოდი list tasks. აი ესეთი ფუნქცია იქნება და აქ პარამეტრად გვჭირდება request-ი, ამაზე ვისაუბრებ მე request-ზე, რატო ჩავწერე, დაწერეთ თქვენც ასე. ეხლა რა მინდა რომ ხდებოდეს ამ ფუნქციაში. ოღონდ სანამ მაგას მოვიფიქრებდეთ, პირველ რიგში ნახეთ, ჩვენ უნდა აქ ზემოთ დავაწეროთ ესეთი კოდი uproot და უნდა ვუთხრათ ეხლა Django-ს როდის გამოიძახოს აი ეს ფუნქცია. ეხლა რა ფუნქციას ვქმნით ამასაც გეტყვით ცოტა ხანში. უბრალოდ ეხლა ამ წუთას მინდა გაჩვენოთ, როგორ უნდა ვუთხრათ Django-ს ის URL-ი, რა შემთხვევაშიც გვინდა, რომ ეს ფუნქცია გამოიძახოს მან ჩვენთვის. ნახეთ, აი აქ მე დავწერე ეხლა აი ასეთ რაღაცას. ეს ნიშნავს, რომ აი ჩვენ ვებსაიტზე გავუშვით წინაზე, ხო? აი მოდი კიდევ ერთხელ გავუშვებ მე ამას.
აი ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვენი URL. და მე ვეუბნები, რომ აი როცა მოხმარებელი ამ URL-ზე შემოვა, თუმცა ეს ახლა ჩვენ დომენი გქონდეს, ეს შეიძლება დაყოფილიყო პირობითად ვიძახი facebook.com აი რაღაც ესეთ, ხო? დომენი რო გქონდეს. ჩვენ ვიძახით აი მთავარ გვერდზე, ასე ვთქვათ, ჩემს აი მთავარ URL-ზე რო შემოვა მომხმარებელი, აი მაშინ გაუშვი აი ეს ფუნქცია. ამ ფუნქციას ახლა დავწერთ. ანუ სიტყვაზე ახლა თუ აქ დავწერდით register, რაღაც ესეც, მაშინ ამით Django-ს ვეუბნებით, რომ თუ მომხმარებელი აი register page-ზე გადავა, ხო რაღაცას დაკლიკავს იქ, დავუშვათ რეგისტრაციის ღილაკს. და მაგას რო დაკლიკავს, აი მერე შეიძლება ჩვენ დავწეროთ, რომ აი აქ გადავიდეს ის მომხმარებელი და მაშინ მერე აი ამ URL-ზე რო შევა, მერე გაუშვებს ამ ფუნქციას. მაგრამ ჩვენ ახლა გავაკეთოთ აი თავარი გვერდის ამბები, ამიტომ აქ უბრალოდ დავწერ აი ამ ესეთ forward slashes. კარგი, გამოვალ მე ახლა ამ ტერმინალს გავდიშავე და მოდი დავწეროთ ჩვენი ეს ფუნქცია და რა გვინდა რომ აქ მოხდეს. ეხლა ამ ფუნქციის მოვალეობა უბრალოდ იქნება, რომ წავიდეს მონაცემთა ბაზაში და იქიდან წამოგვიღოს აი ეს ტასკები. ამას ვაკეთებთ ჩვენ უკვე ვიცით აი Django-ს ORM-ი და აი მაგ კოდს დავწერთ აქ. ნახეთ. tasks ცვლადში შევინახავ ყველა tasks ეხლა მე მონაცემთა ბაზიდან წამოღებულს. ანუ მე დავწერ task, ესე ქვია ხო ჩვენს მონაცემთა ბაზას, task, შემდეგ objects და all. აი ესე. ეხლა რაც გვჭირდება არის ესეთი რამე, აქედან შემოვიტანოთ from Django shortcuts import render. ეხლა ნახეთ, რაში გამოვიყენებთ ჩვენ renders. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. მონაცემები ხო წამოვიღეთ მონაცემთა ბაზიდან და ამ ცვლადში გვაქვს შენახული. ეს task-ების სია უნდა რაღაცნაირად გადავცეთ ამ ჩვენს home HTML-ს. და მე ეს უკვე ასე ვთქვათ task-ებით შევსებული. ანუ აქ უნდა ეწეროს დავუშვათ task 1, თან task 2, ну რაც არის რა ჩვენ მონაცემთა ბაზა. learn Django აი ესენი უნდა ეწეროს და დავუბრუნოთ უკან მომხმარებელს თავის ბრაუზერში. ეხლა ამ ფუნქციაში მე task-ები მოვიპოვე. ეხლა როგორ დავუბრუნო მე მომხმარებელს აი ეს შევსებული HTML-ი, ხო? task-ებით შევსებული HTML-ი. ნახეთ, უნდა დავწერო return, შემდეგ უნდა დავარენდეროთ ჩვენი HTML ფაილი, აქ ვწერ renders. უკან რას ვგზავნით? ისევ ჩვენს home HTML-ს. მაგრამ ეხლა ჩვენ ეს რო გავაკეთოთ, ამით ვერ მივიღებთ ჩვენ შედეგს. აქ task-ებს ვერ ნახავს მომხმარებელი. ნახეთ, render ფუნქციას ჩვენ უნდა გადავცეთ ოღონდ დიქშენერად, ეს ჯერ არ იქნება კიდე სწორად დაწერილი, ნახეთ, აი ეს ჩვენი task-ები. ანუ ვეუბნებით, რომ home HTML-ი წაიღე უკან თქო და თან ასევე წაიღე აი ეს task-ები, რაც მონაცემთა ბაზიდან ამოვიღეთ. ეხლა მე აქ დავწერ უბრალოდ ესეთ რამეს. აქ დავწერ, ნახეთ, ორმაგი ასეთ ფიგურული ფრჩხილები გვჭირდება და აქ დავწეროთ tasks. აი ეს მეწერება და მეტი არაფერი. დავუბრუნდები ეხლა ჩვენს იმაში აბწერტილი ფაილში. ნახეთ, მე აქ დავწერე tasks ჩვენს HTML ფაილში. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. აქ უნდა ეხლა ჩვენ ვთქვათ თვითონ HTML-ში რა სახელით უნდა იქნას მოხსენიებული აი ეს ცვლადი. ну tasks-ი რა ხარ მიწერია? tasks აი ესე ვიზამთ. აი ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მეტი არაფერი. ნახეთ, ეს tasks ნიშნავს HTML ფაილში როგორ უნდა იყოს ის მოხსენიებული, რაც ცვლადის სახელით და ეს tasks-ი არის ჩვენი tasks-ი. აი მონაცემთა ბაზიდან რო წამოვიღეთ ყველაფერი და რო შევინახეთ აქ. ეგ არის ეს. ეს არის უკვე HTML-ში რითაც ხდება მითითება აი ამაზე. ну ერთ იგივე სახელი ქვია ამ წუთას. კარგი. ერთადერთი რაც ახლა აქ ჩვენ გვაკლია არის აქ უნდა გვეწეროს request-ი და ეგ არის. ეხლა მე გავუშვებ ამ კოდს, ხო, ვაჭერთ გაშვების ღილაკს და კიდე ერთხელ კარგად განვიხილავთ რა ხდება. გამოგვიჩნდა ეს ლინკი, გადავიდეთ ამ ლინკზე და აი ნახეთ აქ რა გამოჩნდა. ეს არის ჩვენი HTML-ი. მაგრამ ამჯერად უკვე ის არის სავსე, ასე ვთქვათ, ჩვენი task-ები. თუმცა ეს არ არის მთლად ის ვიზუალი, რაც ჩვენ გვინდა. ხო მომხმარებელს ხო არ აჩვენებთ თქვენ query set და task, ანუ ეს ხო არის ის მომხმარებელ რას ნიშნავს. ცოტა უფრო გავულამაზებთ ამ ყველაფერს. აი ცოტა ხანში ვიზამთ ამას. კარგი, აქ არის ჩემი ეს my tasks, რაც გვეწერა ჩვენ ამ h1 tag-ში, ხო? და შემდეგ ნახეთ ეს tasks ცვლადი რო გვაქვს. აი აქ არის ჩამოთვლილი ყველაფერი ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. learn Django, cook meal, go to gym და drink water. კარგი. ეხლა
ეს ყველაფერი ჩვენ მომხმარებელს რო ვანახოთ ლისტის სახით. Right? მე გავთიშავ ახლა ჩვენს local servers და ამისთვის ჩვენ უნდა დავწეროთ აი უმარტივესი for loop-ი, რასაც აი Python-ში როგორც წერთ ხოლმე, დაახლოებით ისე. ნახეთ, უბრალოდ for loop-ით, ანუ ამ task-ს ცვლადში არის შენახული ყველა task-ი. ხო, ეს ორმაგ ფრჩხილებზე გეტყვით პრინციპში ახლა, რომ ეს არის აი HTML-ში როგორ უნდა, ასე ვთქვათ, აქედან ამოიღოთ ინფორმაცია თქვენ ამ ცვლადიდან. აი მაგას ვაკეთებთ, იმიტომ რომ უბრალოდ რო task-ს მეწეროს, მაშინ პირდაპირ გაგებით ამას წაიკითხავდა, ხო? სიტყვა task-ს, აი როგორც აქ შვება. my tasks რო წერია პირდაპირ გაგებით ეგრე ესმის. მაგრამ ეს my tasks-ი თუ სინამდვილეში არის ცვლადი, რომელშიც შიგნით რაღაცები ინახება და იქიდან თუ გინდა ინფორმაციის ამოღება. მაშინ აი ესეთი ორმაგი ფრჩხილები უნდა გამოვიყენოთ აქ. კარგი. ეხლა ნახეთ, მე მინდა რომ ეს task-ები მომხმარებელს ვაჩვენო C-ის სახით. ამისთვის, ეხლა C-ს როგორ ვაკეთებთ ჩვენ HTML-ში, ხო? UL tag-ი გვაქვს ამისთვის. და დავწეროთ ეს, ხო? li tag-ები შიგნით. ნახეთ, პირველ რიგში ჩვენ for loop-ით გავიაროთ აი ეს ჩვენი tasks ცვლადი, რომელიც Django-მ უკან გააყოლა ამ ჩვენს home HTML-ს. ხო? აი for loop-ით გავიაროთ ეგ. დავწეროთ აი ეს ფიგურული ფრჩხილი. ამჯერად აი როცა for loop-ს აკეთებთ თქვენ, ხო? უნდა გამოიყენოთ ეს პროცენტის ნიშნები. ასევე აქ შეიძლება if else პირობითი წინადადებების გამოყენება, მაშინაც ეს პროცენტი დაგჭირდებათ. მაგრამ თუ უბრალოდ ცვლადი წერია შეგიძლიათ, მაშინ უბრალოდ ორმაგი ფიგურული ფრჩხილები უნდა გააკეთოთ. ეხლა მე ვაკეთებ for loops, ამიტომ გვჭირდება ეს პროცენტის ნიშნები. დავწეროთ მოდი for task in tasks. აი ასე. ამოვიღოთ, ხო? ასე ვთქვათ, სათითაო task-ი ჩვეულებრივად როგორც Python-ში მუშაობს, for loop-ი ისე მუშაობს, აქაც task-ის სათითაოდ მიიღებს აი ამ მნიშვნელობებს. ეხლა აი ამ li tag-ში მე დავწერ ესეთ რამეს. task წერტილი title. ხო? იმისთვის რომ მე უშუალოდ ანუ უბრალოდ task-ი რო დავწერო. კაი, მოდი ეგეთი ვერსია გავუშვათ. აი უბრალოდ task-ი ეწეროს აქ. ხო? კარგი, ეს არის აქ ერთადერთი რაც გვჭირდება არის ის რომ ნახეთ თქვენ რო დაიწყებთ for loops. შემდეგ უნდა ასე ვთქვათ დავასრულოთ, დავხუროთ ეს ჩვენი for loop-ი. ესე უნდა მოვიქცეთ, აი ერთადერთი ეს უნდა გვახსოვდეს, Python-ში ამას არ ვაკეთებთ. end for. აი ესე ვეტყვით რომ აი აქ სრულდება ჩვენი for loop-ი. კარგი, მოდი ეს ვერსია გავუშვათ, ეხლა ჩვენ დავბრუნდეთ აბსერტელი ფაილში. გავუშვათ კოდი, გადავიდეთ საიტზე. ხო, და პრინციპში უკვე გვაქვს ის შედეგი, ხო, აქ ტაიტლების ამოღება არ დაგვჭირდა. Learn Django ORM-ი, cook meal, go to gym, drink water. ეხლა, იგივე შედეგს მოგცემდა, მაგალითად აქ დაგვეწერა ჩვენ title, აი ესეთი ისა. ხო, და გადასულიყავით ისე ვებსაიტზე. ვინაიდან ჩვენ აი აქ ეს self დანდარესტერ მეთოდი გვაქვს განმარტებული, ამიტომ გვაძლევს პირდაპირ, ანუ აღარ არის საჭირო იქ task title აი ამისი დაწერა. მაგრამ ეს ჩვენ დაგვჭირდება იმ შემთხვევაში თუ რაიმე სხვა ატრიბუტებიც გვაინტერესებს მაგ კონკრეტული task-ის. ანუ ნახეთ, ეს არის ერთი task-ი, ხო მთლიანად. ამას ასევე გააჩნია ეს completed სტატუსი. ეხლა ჩემი მიზანი თუ არის რომ ამ HTML ფაილში ვაჩვენო რა არის შესრულებული და რა არ არის შესრულებული. აი მაგისთვის უკვე მე დამჭირდება რომ ამ კონკრეტული task-ის completed ატრიბუტით მოვიხსენიო ის კონკრეტული მონაცემი. აი ნახეთ ასე ვთქვათ. ეხლა მე აქ დავწერ, მოდი ვქნათ ესე completed status და აქ თვითონული loop-ის დროს ამოვიღოთ თვითონ task-ი და ასევე ამოვიღოთ აი ამ კონკრეტული task-ის completed status-ი. რომ ნახოთ ის არის შესრულებული თუ არ არის. აი ეს უკვე მოგცემს მონაცემთა ბაზიდან ამერებს. ოღონდ მოგცემს, აი ნახეთ როგორი სახით. მოდი ახლა გავუშვათ, გადავიდეთ ჩვენ საიტზე და აი ესე გამოიყურება. კონკრეტული ამ task-ის სახელი და შემდეგ აი რაც გვიწერია სიტყვიერად completed status false. აქ ყველა არის false.
შეგვიძლია ესენი ცოტა ერთმანეთისგან რაღაცა ესე გავმიჯნოთ მაგალითად და ეხლა თუ გადავალთ რაღაცა ესე გამოიყურება. ჯერჯერობით ხა ამას არანაირი CSS-ი არ აქვს, ამიტომ ცხადია რომ ეს არ იქნება ყველაზე ლამაზი საიტი სამყაროში. კარგი. თუმცა ჩვენ უკვე შევძელით ეს ძალიან საბაზისო ამბავი აი ესეთი უმარტივესი პრინციპში სინტაქსის გამოყენებით. კარგი, ეხლა მე მინდა რომ გავაკეთოთ კიდევ ერთი რაღაცა. მე მინდა რომ მომხმარებელს შეეძლოს ჩვენ საიტზე შევიდეს და ჩვენ საიტზე თავისი ტასკებიც ნახოს და პლუს ამას დაამატოს ახალი ტასკი. გავთიშოთ ეს სერვერი და ეხლა ამისთვის უკვე ჩვენ დაგვჭირდება რაღაცა სხვა URL-ი. ნახეთ. ეს URL იქნება add, ანუ ტასკის დამატების აი ამ შინაარსის გამომხატველად შევარჩიეთ add, მაგრამ რასაც კიდე იმას დაარქმევთ და ეხლა უნდა მოვიფიქროთ ჩვენ ფუნქციის სახელი. იყოს მაგალითად add task. ესეც მიიღებს requests და ეხლა თან აი ამ request-ის მნიშვნელობასაც გეტყვით. კარგი, მოდი სანამ ამ ჩვენს tasks დავასრულებდეთ ამ ფუნქციას, ჩვენს HTML-ში დავბრუნდეთ აი ამ UL tag-ის ქვეშ. ნახეთ, აი აქ დავდგები და ეხლა დავწერ form უნდა შევქმნათ form-ა. აქ დავწეროთ action და ჩვენი URL აი ეს add რაც გვეწერა აი აქა და გეტყვით ეხლა რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს ნელ-ნელა. method უდრის post აი ეს. და აი ამ ფორმაში ეხლა უნდა აი პატარა ტექსტის ჩასაწერი სივრცე უნდა გავაკეთოთ, ხო, სადაც მომხმარებელი რაღაცა თავის ტექსტს ჩაწერს. ამისთვის დავწეროთ აი ეს input tag-ი გამოვიყენოთ. type-ი ამ input-ის იქნება uბრალოდ text. ასევე გვჭირდება ეს name-ი, ეს იქნება title-ი. აგიხსნით აი ამ ყველაფერს ეხლა რაც რატო ვაკეთებთ. გავაკეთოთ placeholder-ი და ეს იქნება უბრალოდ new task. და ბოლოში უბრალოდ ვიტყვი რომ ეს არის required, ანუ აუცილებელი ველი რომელიც უნდა შეივსოს. აუცილებლად მოუბრუნდები ახლა ამ ყველაფერს და ავხსნი თითოეულ დეტალს. და ასევე გავაკეთოთ მოდი ღილაკი, ამისი ტიპი არის submit და add task. კარგი. მოდი ახლა შევხედოთ ჩვენ საიტს, აბა ვნახოთ როგორ გამოიყურება. ოღონდ აი აქედან გავხსნი ახლა ამას. აი Reveal File Explorer-ით. და აქედან რომ შევხედოთ, ანუ მე ხა Django სერვერი გაშვებული არ მაქვს. და აქედან რომ შევხედოთ, ნახეთ, აი ნახეთ რეები წერია, აი პირდაპირ გაგებით გაიგო ყველაფერი. ხო? თან Django-დან არანაირი ის არ წამოიღო მონაცემები, ხო? აი ესეთი რაღაცა სისულელე გვიწერია. მაგრამ ეს მშვენივრად გაიგო რა თქმა უნდა, ხო? აქ არანაირი Django-სთან კავშირი მას არ ქონია. უბრალოდ შევქმენით ეს ანუ ტექსტის ჩასაწერი ადგილი და შემდეგ ღილაკი. ხო, add task ღილაკი. ეხლა რომელმა კოდმა რა მოგცა, მოდი მაგას შევხედოთ. მოდი დავგვირთ ამას input გვიწერია და შემდეგ type text-ი, type text, იმიტომ რომ აქ რაღაცების ჩაწერა გვინდა. მეგე დროს type text გვჭირდება. ну არ კიდე სხვა ოფციებიც, სხვა შესაძლებლობები, მაგრამ type text-ი. ეხლა name უდრის titles ეს ჩვენ გვჭირდება რეალურად Django-სთვის რა. რატო იცით, მომხმარებელი აქ რომ რაღაცას ჩაწერს, დავუშვათ learn Python-ი ჩაწერა, ხო? აი ეს learn Python-ი რა ცვლადში გვინდა რომ შევინახოთ იმისთვის რომ მე რომ Django-თი ამ ვნახოთ მისი მნიშვნელობა, ხო? ანუ Django-ს რა ცვლადის სახელით გავუგზავნოთ ის. აი ამ ჩვენი HTML ფაილიდან. და მაგის სახელად შევარჩიე title. ხო? ანუ Django-s კოდში ახლა რო შევალთ, აი ამ აპწერტილი ფაილში. იქ კონკრეტულად აი აქ რა ტექსტიცაა ჩაწერილი, ეგ ტექსტი იქნება შენახული title ცვლადში. აი დაახლოებით იგივე ამბავია, აი task-ის შემთხვევაში რაც მოხდა, ხო? ოღონდ იქ Django-დან გავუგზავნეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს გავატანეთ ამ HTML ფაილს, ხო? ეხლა პირიქით პროცესისთვის გვჭირდება ეს name ატრიბუტი და ნუ title-ი მე თვითონ შევარჩიე, რასაც გინდათ იმას დაარქმევთ ამას. კარგი. ასევე გვაქვს ხო placeholder-ი, placeholder ატრიბუტმა რა გაგვიკეთა? აი აქ შეგნით რომ წერია new task-ი. აი ეს იმიტომ რომ გვაქვს განმარტებული ეს ტიპ placeholder-ი, რომელიც უდრის new tasks. და required ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი რომ დააჭერს add tasks, არანაირი ინფორმაცია არ წავა ჩვენს backend-ში, იმიტომ რომ ეს აუცილებელი ველია და ცარიელი არ უნდა დატოვოს მომხმარებელმა, ხო? და თან ესეთი
მინიშნებაც გამოვა. Please fill in this field. კარგი, ეხლა რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩაწერილი აი ამ form tag-ში? იმისთვის რომ რეალურად გაიგზავნოს, რეალურად მოხდეს აი აქ რო რაღაცას ჩაწეროს. მოყოლებელი მაგ ინფორმაციის გაგზავნა ჩვენს backend-ში. ეს უნდა დაწეროთ form-ში. შემდეგ action add. რატომ add? იმიტომ რომ ამან, ასე ვთქვათ, მოქმედებაში მოიყვანოს ჩვენი აი ეს add ფუნქცია. აი აქ რომ აი ეს ფუნქცია, რომელიც ჯერ არ დაგვისრულებია. მაგრამ ვიცით ხო, რომ ამ URL-ებს ვწერთ ჩვენ, იმიტომ რომ მივახვედროთ ჩვენი Django რა შემთხვევაში უნდა გაუშვას მან კონკრეტული კოდი. მაგიტომ მეწერია მე აქ add, რომ მოქმედებაში მოვიდეს ეს ფუნქცია. და შემდეგ method არის post-ი. ვინაიდან აქ ხდება ინფორმაცია, ანუ ამ HTML ფაილში რაღაც ინფორმაციის ჩაწერა შიგნით და მე მისი, ასე ვთქვათ, გაშვება backend-ში. ხო, backend-მა ეხლა უნდა მიხედოს აი ამ ახალი task-ის მონაცემთა ბაზაში ჩაწერის პროცესი. აი ამას უნდა მიხედოს, უნდა ჩაწეროს მონაცემთა ბაზაში. და ეს არის post request-ი. ეს არის აბსოლუტურად კლასიკური post request-ი, ხო, როცა მონაცემთა ბაზაში ჩვენ გვინდა გარკვეული ინფორმაციის ჩაწერა. ნუ გვაქვს კიდევ მაგალითად get request-ი, ხო, რასთანაც შეიძლება უფრო მეტი შეხება გქონია ხოლმე. ეხლა ვინაიდან ჩვენ გვჭირდება მონაცემთა ბაზის დააპდეიტება, ნუ აქ ვიყენებ posts. დავწეროთ მოდი ეს ფუნქცია. პირველ რიგში გადავამოწმოთ if request, ხო, ნახეთ, ახლა request-ი რაში გამოგვადგება აქ. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მე დავუპრინტავ უბრალოდ request წერტილი post. აი ესეთ რაღაცას დავუპრინტავ და ნახოთ რა გვექნება. ოღონდ სანამ აპლიკაციას გავუშვებთ, აი აქ უნდა დავამატოთ ესეთი ეს Django-ს სჭირდება, ეს არის ესეთი უსაფრთხოების ეს Django-ს სჭირდება, ეს კეთდება უსაფრთხოებისთვის, აი CSRF token, აი ესეთი კოდი დაწერეთ და აუცილებლად ამასაც სჭირდება აი ეს ჩვენი პროცენტები. ეს კეთდება უსაფრთხოებისთვის, მე შემდეგ ლექციაზე გეტყვით, დღეს არ დავხარჯოთ მოდი ამაზე დრო, მაგრამ როცა გააკეთებთ ფორმას, სადაც მოხმარებელს გარკვეული ტექსტი შემოყავს და მე ეს ტექსტი იგზავნება backend-ში, post request-ი სადაც გესდება, დაგჭირდებათ რომ გამოიყენოთ აი ეს CSRF token-ი, რომელიც არის უსაფრთხოებისთვის. ეხლა მოდი გავუშვათ ეს კოდი და გადავიდეთ ჩვენ საიტზე და შევხედოთ. ნუ ამჯერად უკვე რა თქმა უნდა, რომ Django-მ იმას აკნახო მონაცემთა ბაზიდან წამოიღო ეს ჩვენი task-ები და აქ გვაქვს ესეთი სიტუაცია. მე ხა დავწერ მაგალითად ჩემი ახალი task-ი არის read book. და დავაჭერ აი ამ ნახეთ, დავაჭერ ახლა add tasks. კარგი, დავაჭერ add tasks და აბა შევხედოთ რა ხდება. ნახეთ, ჩვენ დავუპრინტეთ მოდი ამას გვერდზე გავიდან. ხო, ნუ ჯერ ესეთი აქ none დაბრუნდა, ამას მივხედავთ. ნახეთ, ტერმინალში მე დავბეჭდე request.post-ი. და უბრალოდ შევხედოთ რა დაიბეჭდა. აი ეს დაიბეჭდა. ნახეთ, ჩვენ request.post გამოიყურება ასეთნაირად. ეს არის dictionary-ის მაგვარი ობიექტი, ეს არის query dict, ესეთი კლასის ობიექტი. ნუ ეს ამბავი აი ეს CSRF-ი არის ისე და ისე Django-ს უსაფრთხოების ამბავი, ამ წუთას ეს დააიგნორეთ. მაგრამ მე მინდა რომ შეხედოთ ამ dictionary-ს უწოდოთ ამ ეს არის query dict, მაგრამ მოდი ამ წუთას dictionary-ით მოიხსენიებ. ეს არის ერთი key value წყვილი ელემენტი, ხო? key და ეს არის მთლიანად მისი value. მე მძიმე გვაქვს და მე გვაქვს მეორე ელემენტი. ნახეთ, title, ეს არის key და მაგისი value, ესე რომ გავწიოთ, დავინახოთ. მაგისი აი ამ title-ის value არის ჩვენი read book-ი. ანუ მე რაც ჩავწერე იქ აი ამაში. ზუსტად ეგ და თან აი ვხედავთ აი ეს title აქ იმიტომ წერია, რომ ჩვენ ვუთხარით, აი ფორმაში განვმარტეთ, რომ აი backend-ში რო წავა, Django-სთან რო წავა ეს ჩაწერილი ინფორმაცია. აი ესე აი ამ title key კონდეს აი მაგ ინფორმაციას. აი ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ეხლა ჩვენ უნდა აქ რა გავაკეთოთ. ნახეთ, დავწეროთ თუ ეს გამოვალ მე სერვერიდან თუ request მეთოდი არის post. ანუ თუ გაკეთდა post request-ი. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა ჩვენი მიზანია რომ დავამატოთ
ეს task-ი ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ამისთვის უნდა დავწეროთ. მოდი ჯერ რაიმე სხვაც შევინახოთ. Title. კარგი, მოდი ესე დავწეროთ. Request წერტილი post. ეს რას შეიცავდა? ეს შეიცავს აი ამ ობიექტს. მე მინდა გაჩვენოთ ესეთი. მოდი გადავაქცევ მე ხა ამას. მოდი ერთი წუთით ამას დავაკომენტარებ, მე გავაგრძელოთ. მე ხა დავწერ ესე print და ეს request წერტილი post-ი რო ქონდა. მაგას აი შეგვიძლია dictionary-დაც გადავაქციოთ. აი გავუშვებ მე ხა ამ კოდს. და ნახეთ ჯერჯერობით აქ არაფერი არ დაიპრინტა. ხო, აი შევალ ჩვენს საიტზე. ნახეთ აი მე საიტზე ვარ, აქ შეიძლება რაღაცებს კლიკავ, მაგრამ აქ ტერმინალში ჯერ არაფერი არ იპრინტება. რატო? იმიტომ რომ ეს ფუნქცია არ არის გაშვებული. ეს პრინტი დაბეჭდავს რაღაცას ჩვენს ტერმინალში, თუ ეს ფუნქცია გაეშვება ეს head task-ი. და რა შემთხვევაში ეშვება ეს ჩვენი head task-ი? როცა ჩვენ აქ რაღაცას ჩავწერთ, მაგალითად read book და მე ვაჭერ აი ამ ღილაკს. აი ამ შემთხვევაში გეცდება post request-ი და შემოდის ეს მონაცემი ჩვენთან. დასამუშავებლად და ამ ჩვენი მოვალება არის ხარ რომ ჩავწეროთ ეს მონაცემთა ბაზაში რაღაცნაირად. მაგრამ მანამდე ნახეთ გავაკეთებ მე ხა head tasks და უბრალოდ აი ამ შემთხვევაში გაჩვენეთ რომ დაიბეჭდა ისევ აი ის query dict-ი რო იყო. მე dict ფუნქციით გადავაკეთე ის dictionary-ით. ნუ უბრალოდ გაჩვენეთ რომ ეს არის შესაძლებელი და ეხლა გვაქვს ჩვეულებრივი კლასიკური Python-ის dictionary. ეხლა ამ dictionary-ს შეგახსენებთ მე რომ გააჩნია ასეთი მეთოდი. ეს არის dictionary. ნუ ეხლა აღარ არის. როცა dict-ი ეწერა მაშინ იყო. ხო, აი ეხლა არის dictionary. ეს თუ dictionary-ია. ამ dictionary-ს ხო გააჩნია get მეთოდი. რომელიც და თუ ამ get მეთოდში მე ჩავწერ titles, მაშინ რა დაგვიბრუნდება? ჩვენ დაგვიბრუნდება აი ამ keys, ამ keys სახელი მაქვს მისცებული და მაგისი value დაგვიბრუნდება. ხო? მაგრამ ეხლა რო გავუშვათ ეს ლისტი დაბრუნდება. მაგრამ იმიტომ რომ dictionary-ით გვაქვს გადაქცეული. თუმცა თუ არ გადავაქცევთ ამას dictionary-ით და გვექნება უბრალოდ ეს query dict-ი. აი ამ შემთხვევაში ნახეთ list-ად კი არ დაბრუნდება, არამედ კონკრეტულად read book-ი გვექნება. მოდი ვნახოთ ორივე ვერსია, რო არ იყოს ბუნდოვანი. კარგი. ჯერ გადავაკეთოთ მოდი ეს dictionary-ით. გავუშვებ მე ხა ჩემს საიტს და დავუბრუნდეთ ისე თავარ page-ზე. დავწეროთ აქ read book. ვაჭერ add to tasks. და ნახეთ რა დაიპრინტა ამ შემთხვევაში get მეთოდი გამოვიყენეს dictionary-ზე. მივუთით ეს title და დაიბეჭდა ეს ხო read book-ი, ოღონდ list-ად. თუმცა თუ ჩვენ არ გვექნებოდა, თუ არ გადავაქცევდით ამას dictionary-ით და ისე გავუშვებდით და ჩავწერდით აქ read books, მაშინ ნახეთ პირდაპირ read book დაიბეჭდებოდა. ნუ ეს იმიტომ რომ ეს ჩვენი request წერტილი post-ი არ არის პირდაპირ გაგებით dictionary, ის იქცევა და ის თითქოს გამოიყურება dictionary-ით, ის არის query dict კლასის წარმომადგენელი. რომელსაც აი იმდენად გავს dictionary-ს, რომ get მეთოდით გააჩნია, მაგრამ თლა dictionary არ არის. იმიტომ რომ კლასიკური dictionary არ მოგვიშორებდა აქ აი ამ list ამ ფრჩხილებს, ხო, list-ებს ფრჩხილებს. მაგრამ ნუ ამან მოაშორა. მოგეთ იმის გვამინდა რომ ეს request post-ი არის dictionary-ის მაგვარი ობიექტი. გააჩნია get მეთოდი და მაგითი შეგვიძლია წვდომა გქონდეს კონკრეტულად აი ამ keys მნიშვნელობასთან. კარგი. ხო, აქ რასაც წერდით, მოდი egg გავაგრძელოთ. თუ გაკეთდა ჩვენი საიტზე post request-ი, მაშინ დავწეროთ მოდი title სლათში. შევინახავ request წერტილი post get და აქ დავწეროთ title. აი ამ ინფორმაციას. ანუ რეალურად თუ ჩავწერ იქ მე read books egg იქნება შენახული აი ამ title-ში. ეხლა თუ title-ში რა მეწერია, ხო, if title თუ ის არელი არ არის, ჩემს მონაცემთა ბაზაში. ჩავამატებ. აი Django-ს ORM-ი რო ვისწავლეთ, მაგას გამოვიყენებთ. task objects create და დავწერ title. აი ეს. ხო? ეგ არის და ეგ. ანუ მონაცემთა ბაზაში ჩაიწერება ეს ინფორმაცია. ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ? მომხმარებელს ხო ისევ უკან უნდა დავუბრუნოთ
HTML-ი. ეს მონაცემთა ბაზა დავააპდეითეთ და ეხლა მომხმარებელს უკან უნდა დაუბრუნოთ HTML-ი. მე ხა დავწერ ამ კოდს, ოღონდ ეს არ იქნება სწორი გზა და მე გავაკეთოთ ეს უფრო სწორად ბაგების გარეშე, ხარვეზების გარეშე. ეხლა მონაცემთა ბაზა დააპდეითდა, ხო? როცა ბეთონი ამას წაიკითხავს. მოდი კიდე გამოვითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან, tasks ცვლადე შევქნათ, როგორ ხდება ეხლა და წავიკითხოთ ეს დააპდეითებული უკვე. ეს დააპდეითებული მონაცემები. აი ამით, ხო? აქ ხო შევიდა ისა. ეხლა მე ხელახლა წავიკითხავ. და ისევ tasks ცვლადში შევაგროვოთ ეს მონაცემები. კარგი. დავწერე render request, ან როგორც აი ზემოთ გვეწერა. პრინციპში, აი აბსოლუტურად იგივე იქნება ყველაფერი. დავწეროთ home, მაგრამ ისევ და ისევ ეს არ არის თქვათ სწორი გზა და გაჩვენებთ სწორ გზასაც tasks და აქ გქონდა tasks, ხო? tasks ქვია ჩვენს ცვლადს. კარგი. ეს პრინციპში იმუშავებს ახლა ამ ცვლადს თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ ზუსტად ისე. ანუ რა გავაკეთეთ, შეიძლება აღარ არის საჭირო, მაგრამ მოდი მაინც ავხსნათ. ყველა task-ი უკან წავიკითხე, task ცვლადში შევინახე და მე მომხმარებელს დავურენდერებ, გავუგზავნი უკან ჩემს home HTML-ს, რომელშიც გავატანე ამ წუთას, აი ეს დააპდეითებული მონაცემები, ამ HTML files. კარგი. გავუშვათ მოდი ეს ვერსია ახლა ჩვენ. გადავიდეთ ჩვენ საიტზე. მოდი ჩავამატოთ აქ read book. დავაჭიროთ add tasks და მშვენიერი. read book-ი ჩაემატა უკვე ჩვენს საიტზე. და არა მარტო ჩვენს საიტზე, არამედ ნახეთ, რა თქმა უნდა, მონაცემთა ბაზაში. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ ჩვენ HTML files ზუსტადაც რომ მონაცემთა ბაზიდან მოაქვს ეს ინფორმაციები. იქ რო არ განახლებულიყო, ჩვენი HTML-იც ვერ წაიკითხავდა მაგ მონაცემს. ძალიან კარგი. თუმცა, ნახეთ, ესეთნაირად დაწერილი კოდი პატარა bugs შეიცავს. და კერძოდ რაზეა საუბარი. აი მოდი დავწეროთ მაგალითად play football. დავაჭერ add tasks. განახლდა ჩვენი HTML, ანუ გაიგზავნა ეს მოთხოვნა backend-ში და backend-ში მოხდა ცვლილება მონაცემთა ბაზაში. ჩაემატა ის და დაგვიბრუნდა უკან აი ეს განახლებული HTML. ამ წუთას აქ play football-ი წერია. რატომ მე გაჩვენებთ ხა უცნაურ ქცევას? მე რო დავარეფრეშო ეს ჩვენი page და დავაჭირო continuous. კიდევ ჩაემატა რატომღაც play football-ი. აი ეს ბაგი არის, რომელსაც აი უმარტივესად აღმოვფხრით ახლა ჩვენ. რატო ხდება ეს? ნახეთ, refresh-ი სინამდვილეში. რა კიდე ერთხელ ჩაემატა. browsers ეუბნება არა იმას, რომ ეს გვერდი მომეცი რაღაცა ისე თითქოს აი პირველად დამირენდერე ეს გვერდი. აი მაგას კი არნიშნავს. refresh-ი ეუბნება browsers, რომ ეს გვერდი მომეცი, აი ბოლოს, ნახეთ, ბოლოს რა გზითაც მოხვედი ამ page-ის დარენდერებამდე, იმ გზით მიდი ისევ ამ page-ამდე და ეგ ვერსია მომეცი. აი ეგეთი რაღაცა ხდება რეალურად refresh-ის დროს. და ამ დროს ეხა ბოლოს რა action-იც გააკეთა ჩვენმა ბრაუზერმა, ის მას ახსოვს თავის თავის მეხსიერებაში. ხო? ბოლოს რა action-ი, ბოლოს რა ინფორმაცია ჰქონდა მას, ის რომ აი ეს ამბავი, ხო, play football-ი რო ჩავწერეთ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ რომ ვარეფრეშებთ, აი აქაც გვეუბნება მაგას, რომ ნახეთ page-ზე მოკლედ ამ page-ს დაბრუნება might cause any actions that you took to be repeated. მოკლედ რაღაც შეიძლება განმეორდესო რა. და თუ გინდა თუ გააგრძელო continue და ისევ ჩაემატა, ანუ დუპლიკატები გაჩნდება თქვენს მონაცემთა ბაზაში. თუ ამას გავაკეთებთ. ამიტომ ამ პრობლემისგან ეხა თავი რო დავიზღვიოთ და თუ გვინდა რომ მომხმარებელს აი მართლა ისეთი სახით ვაჩვენოთ ეს ID, თითქოს აი პირველად შემოვიდა მან, ხო? და არა ესე რომ აი რაღაცა ბოლოს შესრულებული action-ი რო ახსოვს ბრაუზერს და რაღაც. არა. აი არ მინდა რომ ბრაუზერს ახსოვდეს ეს ბოლოს შესრულებული action-ი. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? ნახეთ, ამისთვის უნდა გავაკეთოთ უმარტივესი რაღაცა. პირველ რიგში ეს აღარ მჭირდება.
და ჩვენ უნდა დავწეროთ აქ redirect, ოღონდ ეს უნდა შემოვიტანო. Redirect, აი აქედან ესეც Django shortcut-ებიდან და აქ წერ redirect და უბრალოდ ვეუბნები აი ამ ჩემი URL-ის სახელს, აი ამ URL-ის სახელს და ვეუბნები რომ ნახეთ შედი ამ URL-ზე თითქოს მანდ პირველად შედიოდე. ყოველგვარი რაღაცა წარსული მეხსიერების გარეშე, რასაც წინასე აკეთებდა. აი redirect არის ეგეთი, აი fresh-ი, ანუ აი fresh სახით, მოკლედ თითქოს პირველად შევიდა ჩვენი ბრაუზერი მაგ სახით. მაგრამ თან გახსოვდეთ, რომ ხო, და ეს ყველაფერი ხო, კარგი, ეგ არის. ხო, პრინციპში არაფერი, მონაცემთა ბაზა დააპდეითებული არის და ეხლა ჩვენი ბრაუზერი პირველად შევა ჩვენს აი ამ URL-ზე. და რა მოხდება ამ URL-ზე როცა შევა? რა მოხდება და აი ეს ჩვენი tasks objects all-ი წამოიღებს მონაცემთა ბაზიდან ყველაფერს, შეინახავს აქ და თან დააკვირდით რომ ამ მომენტის უკვე განახლებულია ჩვენი მონაცემთა ბაზა. აი აქ მოხდა მისი განახლება, ხო? და აი ამ განახლებულ ინფორმაციას ჩვენებს ის ვებსაიტზე. კარგი. მოდი გადავიდეთ. ეხლა URL-ზე. ცხადია რომ ეს ჩვენი გაუორებები ამ წუთას იქნება. ეხლა მონაცემთა ბაზა ინახება მუდმივად ის ჩვენ თუ არ დავშალეთ, მიზანმიმართულად არ დაიშლება, მაგრამ ამ წუთას არ გვექნება ერორი. აი ეს ერორი, ის ბაგი რაც ქონდა, ხო? აი მე რო დავწერო read book მაგალითად, ხო, რომელიც უკვე არის, მაგრამ აი დავაჭერე add task. პირველ რიგში ვხედავ რომ დაემატა. ასევე დაემატებოდა ეს მონაცემთა ბაზაშიც და ეხა დავარეფრეშოთ, მოდი. აი დავარეფრეშებ და მშვენიერი. არც არაფერი არ ხდება. ხო, ის ერორიც აღარ გვაქვს, აი ესე უმარტივესად მოვაგვარეთ ეგ. კარგი. მე აქ დავასრულოთ, მოდი ეს ნაწილი ჩვენი Django-ზე ვიდეოების ტუტორიალის და შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ უნდა შევქმნათ აუთენტიფიკაციის მექანიზმი, როგორ დარეგისტრირდეს მომხმარებელი საიტზე, მერე გაიაროს აუთენტიფიკაცია შემოვიდეს და ნახოს მხოლოდ თავისი ტასკები, იმიტომ რომ ამ წუთას ვინც ამ ვებსაიტზე შემოვა, ყველა ამ ტასკებს ნახავს. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ ესეთი ინდივიდუაცია, ასე ვთქვათ, ხო, კონკრეტულ მომხმარებელს მხოლოდ მისი ტასკები ვაჩვენოთ და ყველა მომხმარებლისთვის ეს ტასკები რა თქმა უნდა სიცარიელით უნდა იწყებოდეს და თვითონ უნდა შეეძლოს მე ახალ-ახალი ტასკების ჩამატება, ხო, მაგალითად new task და ჩაემატოს ახალი ტასკი. აი ამას გავაკეთებთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილში.